მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ პოზიტიური ფსიქოლოგიის, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანის განიარაღებაში არაფერი კარგი არ არის. ბავშვთან ურთიერთობაში შემოდის უამრავი აკრძალვის ფენომენი, რომ დავაყენოთ ჭყალებში სწორ გზაზე. სინამდვილეს ჩვენ თორნაც არ ვიცით რომელია სწორი. ჩვენ თანამედროვე საზოგადოება გვასწავლის მომხმარებლის ქცევას, ანუ აი რაღაცის ქონას და საკუთარი თავისუფლების დათმობას ამისთვის. კუჭი ამეშლებოდა ტელევიზორის ბრალი იყო, ფეხი მეტკინებოდა ტელევიზორის ბრალი, ყველაფერი იყო ტელევიზორი. ხო როგორ ყალიბდება ადიქციური ტვინი და როგორ უწყობენ ამას ხელს მშობლები თქვენ. არანაირი აკრძალვები, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ რეჟიმში ვითარდება თავის ტვინი. ეს არ შეიძლება. ეს სიტყვა არ შეიძლება არის უსაშინლესი რაღაცა, როდესაც უსვავ ხოლმე კითხვას, რა არ შეიძლება. ვინ დაადგინა ეს? არავის. არავის არ დაუდგენია, მაგრამ არ შეიძლება. თუ დაცული ვარ, კრეატიული ხდები, ანუ რაღაცას ვაკეთებ და თუ დაუცველი ვარ, აუცილებლად უნდა გადავრჩე. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჩვენი პოდკასტის რაც გარდაუვალია მეორე ეპიზოდს და დღეს ვისაუბრებთ ექიმ, პედიატრ, ნევროლოგ ბაკურ კოტეტიშვილთან ერთად ბავშვურ ადიქციებზე. ბატონო ბაკურ, დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ძალიან მინდოდა თქვენთან ჩამეწერა ეს თემა, ბავშვების და მოზარდების ადიქციები. და პატარა ჩარჩო რომ მივცე ჩვენ საუბარს, სავარაუდოდ ფრომის მიდგომით დავიწყებთ. ერიხ ფრომი ეს ეხედავდა ადამიანის ფსიქიკას, ის ამბობდა პირდაპირ, რომ ჩვენ ვიბადებით დამოკიდებული ფსიქიკით, ანუ ბავშვის გადარჩენა მთლიანად არის დამოკიდებული უფროსის კეთილგანწყობის მოპოვებაზე. თითქოს ეს დებს რაღაცა საფუძველს ჩვენში, რომ არ გამოვიდეთ ამ ბავშვობიდან, ვიყოთ ადიქციური მუდმივი მოთხოვნილება უსაფრთხოების, ხო, იმიტომ რომ მომწიფებული ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ადამიანის შვილები არიან, რომლებიც აბსოლუტურად უუნაროები იბადებიან, ხო, მაგალითად იქ რაღაცა სხვა ძუძუმწოვრების შვილებისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია დაბადებისთანავე გაიქცეს, ან რაღაც ეგეთი გააკეთოს, ან რაღაც დაცვითი მექანიზმები უკვე აქვს ის რომ იბადება. ჩვენ ეთქვა ჩვენი ტვინის მოცულობის გამო ხო, ანუ მომწიფებლები ვიბადებით. ესე ხედავდა ფრომი ჩვენს ფსიქიკას და თავიდანვე ვართ დამოკიდებული მშობლის კეთილგანწყობაზე. შესაბამისად, და მერე მუდმივად მივილტვით იმისკენ, რომ დავბრუნდეთ ამ უსაფრთხოების შეგრძნებაში, ანუ ფაქტობრივად რაღაც ადიქციურები ვიყოთ და კიდე ერთი კონცეფცია აქვს ერიხ ფრომს, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაა. მან ეს ჰამლეტის ცნობილი წიგნიც აქვს ამაზე დაწერილი. ჰამლეტის ცნობილი to be or not to be, ანუ ყოფნა არ ყოფნა, გადააკეთა ესე. ყოფნა თუ ქონა. To have or to be ეგეთი წიგნი აქვს. მე მგონი ბოლოსკენ დაწერილი 67 წლის წიგნი უნდა იყოს, როგორც მახსოვს. და იქ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ თანამედროვე საზოგადოება გვასწავლის მომხმარებლის ქცევას, ანუ აი რაღაცის ქონას და საკუთარი თავისუფლების დათმობას ამისთვის, ხო? ანუ აი საკუთარი შემოქმედებითი იმპულსის დათმობას და ჩვენ ყოფნაზე, დამოუკიდებლობაზე ვამბობთ უარს. მით უმეტეს ამ მიდრეკილებას თუ გავიხსენებთ ბავშვობის ასაკის, ჩვილობის ასაკის, როცა მე მთლიანად ვარ დამოკიდებული, ანუ ჩემი ფსიქიკა არის დედა ჩემის ფსიქიკის გაგრძელება ფაქტობრივად, მთლიანად ვარ დამოკიდებული ამაზე, მე მაქვს მუდმივი მოთხოვნილება მერე რომ შევიდე რაღაც ძლიერ ადიქციურ ურთიერთობაში, რათა დავიბრუნო აი ეს რაღაცა უსაფრთხოების შეგრძნება, რომელიც მქონდა ბავშვობაში. მე მგონი ეს საკმაოდ კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ადიქციური ბუნება როგორც ასეთი განვითარდეს და აი რა ვიცი მე მგონი ამით დავიწყოთ ხო როგორ ყალიბდება ადიქციური ტვინი და როგორ უწყობენ ამას ხელს მშობლები თქვენ გიყვართ ამაზე ლაპარაკი როგორც მახსოვს. კი ბატონო. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო თემაა და ნუ შევეცადოთ ნელ-ნელა გავიაროთ, ხო? საქმე რა გახლავთ, იცით? პირველადი ბიოლოგიური ინსტინქტი ეს არის გადარჩენის ინსტინქტი. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს მცენარე იქნება თუ ძუძუმწოვარი თუ რეპტილია თუ ფრინველი, ხო? გადარჩენის ინსტინქტი, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ მამოძრავებელი ბიოლოგიის. გამომდინარე აქედან თქვენ რა ბრძანეთ წეღან ახალშობილობის შესახებ. ეს ცოტა ღრმად წაგვიყვანს, მაგრამ უნდა ვთქვათ კიდევაც, რომ იმის დამიხვეით, რომ რომელიღაც სახეობას თუ რა ტიპის ბიოლოგიური ფენომენით არსებობს, მისი პირმშო
იმის დამიხვედით უფრო მეტნაკლებად დამოკიდებული რაღაც სისტემებზე, მათ შორის იგივე დედასთან, დამბადებელთან დამოკიდებულება, იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ გადარჩება. წეგან ახსენეთ, მაგალითად ჩლიქოსნების და ახალდაბადებული პირმშო, დაახლოებით რამოდენიმე საათში ფეხზე დგება და იმის მერე აღარ ჩერდება, ხო? იმიტომ რომ ის თუ ესე დროულად არ გაიქცა, მას მტერი ყავს ძალიან ბევრი და ასე შემდეგ. პარალელს თუ გავავლებთ, ძუძუმწოვრებშიც მაგალითად ზაღლის კატის პირმშო, ლეკვი თუ კნუტიც მე მგონი 2 კვირა თუ 3 კვირა თვალაუხელელია, იმიტომ რომ მის ბიოლოგიას ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ იმ დროს ის ბუნაგშია დედასთან და ამიტომ დაცულია და შესაბამისად არ ჭირდება გარემოში ისეთი ღრმა ადაპტაცია, რომელიც თქვათ ჭირდება სხვა არსებას ბიოლოგიურ. ჩვენი პირმშოებიც იბადებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ძუძუმწოვრები ვართ და ბიოლოგიური კლასი ძალიან თანხმდენილია ძუძუმწოვრებისა, ხო? მაგრამ ის, რომელსაც ასე თქვათ გავრცელებული ფენომენია, რომ კვეთრა თუ სუსურია, გარკვეულწილად შეიძლება ასე ჩავთვალოთ, მაგრამ თლად ესეც არ არის, იმიტომ რომ ადამიანის ახალშობილი დატვირთულია ძალიან კარგად ჩამოყალიბებული დაცვითი რეფლექსებით, ამას პრიმიტიულ რეფლექსებსაც ეძახიან, მაგრამ თუ დავფიქრდებით, პრიმიტიული კი არა, ძირითადი საწყისი და საბაზისო, ფუნდამენტია. დაახლოებით 8 რეფლექსია, რომელიც თანდაყოლილია და აბსოლუტურად ყველა ერის, ყველა ჯურის, ყველა ტომის ადამიანის პირმშოს ეს ბიოლოგიურად თანდაყოლილია. ლაპარაკია დროულ ახალშობილზე. ეს ყველა რეფლექსი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენისთვის და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დედასთან ადაპტაციისთვის. ეს ძირითადად არის ძუძუსთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძუძუმწოვრები, შესაბამისად ის ფენომენი წეღა რაც ადიქცია ვთქვით, ამ ფენომენით თუ შევხედავ, ძუძუზე დამოკიდებული ვართ, ხო? იმიტომ რომ ძუძუმწოვარი ტყუილ არ ქვია. შესაბამისად ძუძუ დედის არის, ამიტომ ავტომატურად გამოდის თუ ამას შევხედავ დამოკიდებულების თვალსაზრისით, გამოდივარ დამოკიდებული დედაზე. სინამდვილეში ეს დამოკიდებულება არ არის, ეს არის ბიოლოგიური ფენომენი, რომლის გარეშე ძუძუმწოვარი ვერ იქნება, ხო? შესაბამისად ყალიბდება მიჯაჭულობის ფენომენი, რომელიც პირველადაც სწორედ ამ ინსტინქტებზეა აგებული და ეს მიჯაჭულობის ფენომენი დაახლოებით წელიწადამდე ღრმავდება, უпростоრად ფაქიზდება რა ფორმით არის, იმიტომ რომ 4 ფორმაა მიჯაჭულობისა და რა ფორმას იყალიბებს ბავშვი, ძირითადად ეს დამოკიდებულია მასსა და დედას შორის ურთიერთობაზე. ამ მიჯაჭულობაზეა მერე აწყობილი მისი მთელი ცხოვრებისეული ქცევა მე და ისინი, საზოგადოებაში ჩემი ადაპტაციის ფენომენი. ერიქსონის მიხედვით თუ ვიტყვით ნდობა-უნდობლობის ფენომენი და ასე შემდეგ, ხო? გამომდინარე აქედან, აი ამ საწყისივე დროიდან სწორი და თქვათ არასწორი ჩამოყალიბებული ეს ფენომენები თქვენ სწორად ახსენეთ, რამოდენიმეჯერ ახსენეთ საბაზისო აღქმა გარემოსი ეს არის დაცულობა. იმიტომ რომ დაცულობა გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ახალშობილსაც აუცილებლად ეს თანდაყოლილად აქვს, ხო? და შესაბამისად ქცევის მოდელი ყალიბდება იმის დამიხვედრით თუ დაცული ვარ თუ არა ვარ დაცული. იმიტომ რომ თუ დაცული ვარ, კრეატიული ხდები, რაღაცას ვაკეთებ და თუ დაუცველი ვარ, აუცილებლად უნდა გადავრჩე. რამოდენიმე ფენომენი მუშაობს აი ამ ქცევის ფორმირებაში, ხო? ერთი გენეტიკური ფენომენი, რომელიც აუცილებლად მნიშვნელოვანია, მეორე ეპიგენეტიკა, ხო? გენეტიკურ ფენომენში შედის ის გენური უზრუნველყოფა ქცევისა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს თავის ტვინში სხვადასხვა ნივთიერებების ცვლის სწორ ფორმას, მან ლაპარაკია ნეიროტრანსმიტერებზე, რომელიც ჩვენი ქცევის აუცილებელი ბიოქიმიური პირობაა. შესაბამისად არსებობს განწყობა აი ამ ბიოქიმიური ცვლის თავისებურებისადმი და მეორე ფენომენი გარემო სადაც იზრდება ეს ბავშვი, ხომ? იმიტომ რომ ამასაც უდიდესი მოქმედება აქვს. იმიტომ რომ დასწავლის 5 ფენომენიდან პირველადი ბიოლოგიური ფენომენი არის მიბაძვა.
მიბაძვა არის ის აუცილებელი ბიოლოგიური ფენომენი, რომელიც არც ერთ ძუძუმწოვარს არ გააჩნია სხვა ფორმით რომ დაისწავლოს, რამაც თუ არა მიბაძოს თავის დედას ან უფროსის ქცევას და იმეორებს იმას. ზუსტად იგივეა ჩვენი ახალშობილიც, ჩვენი ჩვილიც. იმიტომ რომ ის უყურებს ძირითადად დედის ქცევას და მის იმიტირებს, ხო? შესაბამისად, თუ მშობელთა ქცევაშიც არის გარკვეული ადიქციური ფენომენები, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაქვს. აბსოლუტურად ყველას გვაქვს, ოღონდ ეს არ აფუჭებს ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, რიტმს. დამოკიდებულები ვართ რაღაც ქცევებზე, რომელიც გვინდა არ გვინდა, როცა ვიბადებით, სოციუმი ამას გვახვედრებს. ხო, ჩემთვის არავის არ უკითხავს, რომელი სახელი გინდა ვარ თქვენთვის. რა თქმა უნდა. ხო, შესაბამისად ასე შემდეგ. მე სხვადასხვა საზოგადოება იყალიბებს რაღაცნაირად ერთმანეთისგან განსხვავებულ რაღაც ქცევის მოდელს, სადღაც ეს სწორია, სადღაც არასწორია, არავინ არ დაადგინა რომელია სწორი, რომელი არა, მაგრამ რადგანაც ჩვენი საზოგადოება აი ამ ხაზს მიყვება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის სწორი. ხო? შესაბამისად, ბავშვთან ურთიერთობაში შემოდის უამრავი აკრძალვის ფენომენი, რომ დავაყენოთ ჭყალებში სწორ გზაზე. სინამდვილეს ჩვენ თორნაც არ ვიცით, რომელია სწორი, იმიტომ რაღაც საზოგადოებაში ელემენტარულად მაგიდასთან ჯდომა არის მიღებული და რაღაც საზოგადოებაში იატაკზე ჯდომა ისიც ძალიან კარგად მიღებულია, ხო? როგორ მიუდგებით ამაზე, როგორ განსაზღვროთ, გამოვალთ ან სწორი, ან არასწორი, ხო? ეხლა ბავშვისთვის ეს ძალიან ძნელი ამის განსაზღვრა, ამიტომ ჩვენ მოცემულობას ვაძლევთ, რომ ეს არის სწორი. მერე, როდესაც მიხვდება ნახავს სხვადასხვა ფორმებს რაღაც, მაშინ იწყებს ამის გადალაგებას. ეს უკვე ძალიან მერია, ძირითადად თინეიჯურ ასაკში, ძირითადად, მაგრამ მანამდე ხო ეს ექვემდებარება. ამიტომ გარკვეულწილად ვსვავთ რაღაც მიმართულებაში, ვაძლევთ მიმართულებას და გვინდა რომ ამ ჩარჩოში იყოს, ხო? იმიტომ რომ ეს არ შეიძლება, ეს სიტყვა არ შეიძლება არის უსაშინლესი რაღაცა, როდესაც უსვავ ხოლმე კითხვას, რა არ შეიძლება? ვინ დაადგინა ეს? არავის არ დაუდგენია, მაგრამ არ შეიძლება. ხო. საბოლოო ჯამში ეს არის ჩვენი კომფორტი, მშობლების, რომ მაქსიმალურად ბავშვსაც მივაქციოთ ყურადღება, ოღონდ ჩვენი კომფორტიც არ დაირღვეს, ხო? შესაბამისად, ბავშვი თავისი ბიოლოგიური შინაგანი წესით არის მოძრავი და მკვეთრად მოძრავი არსება, იმიტომ რომ მოძრაობა არის განვითარება, ხო? თერგის არ იყოს. ხომ ესეა, ახლა ხუმრობით გადავედით იმაზე, მაგრამ მოძრაობა არის მისი არსი. შესაბამისად, მოძრაობა მისი არის აბსოლუტურად განუსაზღვრელი, ანუ აბსოლუტურად უკიდეგანო. ყველანაირი მიმართულებით, ვექტორი არ აქვს. აბსოლუტურად 3D კი არ არის, 50D არის, ყველა მიმართულებით მოძრაობს. შესაბამისად, ამ მოძრაობას ჩვენ უნდა ავყვეთ, რომ ყველაზე იოლად რო ვთქვათ, დავიცვათ რაღაცა, ვთქვათ, შესაძლო საშიშროებისგან. ელემენტარულად ვერ შევძლებთ ამ მოძრაობის შესრულებას, ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენი სხეულის რაღაც თუნდაც კუნთოვანი, ძლოვანი მასა და თუნდაც ელასტიურობა კლებულობს თანდათან ასაკთან შესაბამისად. აქედან გამომდინარე, რომ ზღუდავთ, ხო? იმიტომ რომ ახლა ის რასაც ირბენს, მე ვერ ვირბენ იმდენს, ხო? ის სადაც შეძვრება, მე ვერ შევძვრები. ის რამდენ მოძრაობასაც გააკეთებს, უბრალოდ ფიზიკურად მინდა, მაგრამ ვეღარ შევძვრებ. გამომდინარე აქედან ვიყენებ რაღაც ბუფერულ სისტემებს, რომ მაქსიმალურად ჩემს არეალში იყოს. ანუ ხედველობით დავიცვა, ხო? არეალიდან არ გავიდეს და თან დავაკავა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმან რა აკეთოს. ამიტომ ელემენტარულად სათამაშოს ფენომენი, ხო? სათამაშო არც ერთ ბავშვს არ მოუგონია, მოიგონა მხოლოდ და მხოლოდ მოზრდილმა და მოიგონა იმისთვის, რომ ბავშვი დავაკავოთ და ცოტა ხნით განთავისუფლდეთ მისგან, ხო? ანუ ისევ კომფორტულ ზონაში ვიყოთ ჩვენ. ახლა ის მაპატიეთ სისულელე, რომ
რევოლუციამდე ბავშვი მიყო განვითარო სათამაშო არ ქონდა, ეს მოგეხსენებათ, რომ ეს მორიგი რაღაც ფარსია, იმიტომ რომ არც ერთ ბიოლოგიურ არსებას არ აქვს სათამაშო, მაგრამ ყველა მისი პირმშო ვითარდება ისე, როგორც უნდა განვითარდეს სათამაშოს გარეშე. შესაბამისად, როგორც კი ტექნოლოგიები შეიქმნა და ტექნოლოგიებიც ისევ ჩვენ შევქმნით მოზრდილებმა, ისევ ჩვენი კომფორტისთვის, თუნდაც სინათლე, თუნდაც ნებისმიერი რაღაც ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც გარეშე უკვე ვერც კი წარმოგვიდგენია, ბავშვების ჩავრთეთ ამ ტექნოლოგიებში, ხო? მე რო ვიყავი დაახლოებით ესე 10 წლამდე, ყველანაირი ჩემი რაღაცა წარუმატებლობა ბრალდებოდა ტელევიზორს. სკოლაში მივიღებდი თქვა 3-იანს ტელევიზორის ბრალი იყო, კუჭი ამეშლებოდა ტელევიზორის ბრალი იყო, ფეხი მეტკინებოდა ტელევიზორის ბრალი, ყველაფერი იყო ტელევიზორი. იმიტომ რომ ტელევიზორი იყო ახალ ტექნოლოგია იმ პერიოდში, 70-იან წლებს გეუბნებით და შესაბამისად სიახლისადმი ყოველთვის არის გარკვეულად ნეგატიური დამოკიდებულება, ხო? და რა თქმა უნდა ძალიან მარტივად გადაკეთდება ეგრეთ წოდებული შავ კატად, ანუ მისი ბრალია ყველაფერი. ეხლა ვიღაცას რო უთხრას რომ ბავშვს კუჭი აეშალა და ტელევიზორის ბრალი, ანუ დაგცინებენ. მაგრამ ტელეფონში იყურებოდა მთელი დღე მე ძალიან მიღებული. ანუ არაფერი არ იცვლება ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ვიგონებთ რაღაცებს და რაც თავარია ის ტელეფონიც და ის ტელევიზორიც და ის კომპიუტერიც ყველაფერი ჩვენი შენაძენია და ჩვენ ვანახეთ ხო. იმად. სხვანაირად ხა ბავშვს ხარ დაყვა კაცო რომ დაიბადა. ხო. გამიგეთ? მობილურით არავინ არ დაბადებულა. ხო, რაც თავარია უყურებს, წეგან ვილაპარაკეთ რომ მიბაძვის ფენომენი, ანუ იმიტაციის ფენომენი, ხო, ის ხო უყურებს რომ მის ირგვლივ მოზრდილი ამის სარგებლობს. რახან სარგებლობს რაღაც ნივთია, რომელიც მეც უნდა ვცადო. ცადა რა თქმა უნდა და იქ ნახა ძალიან სწრაფად მოძრავი, თქვათ, მუსიკალური თუ რაღაც კადრები, რომელიც იდენტურია მოძრაობასთან, მაგრამ თვითონ არ მოძრაობს. აქ არის ძალიან დიდი განსხვავება. მიხვდით? ხედავს ვიზუალურად მოძრაობას, მაგრამ ფიზიკურად არ ასრულებს. ამიტომ აყვება იმ მოძრაობას, ანუ ერთვება იმ მოძრაობაში, ამას დავარქვა თამაში, რომელსაც თვითონ არ ასრულებს, ელემენტარულად დაჭერობანა, რომელიც ყველას გვითამაშია, ხო? დაჭერობანა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აქ ლაპარაკია მოგება-წაგებაზე, ანუ დოფამინი ეს არის ჯილდოს ფენომენი. და იმისა, რომ ჩვენს მოტორულ ფუნქციებს ავითარებს, ხო? ის არის ბიოლოგიურად სწორი ვარიანტი, იმიტომ რომ ამას აკეთებს აბსოლუტურად ყველა ბავშვი, ხო? პრაქტიკულად ძუძუმწოვარის ყველა პირმში აკეთებს ამას, თუ დააკვირდებთ, გინდა ჩლიქოსანი იყოს და გინდა კბილოსანი, მიხვდით ხო, რას გეუბნებით? იმიტომ რომ ბატონო, ნებისმიერი ლეკვები, კნუტები, არ ვიცი, დათვის ბელები და ასე შემდეგ. სულ ამას აკეთებს, იმიტომ რომ ეს ბიოლოგიური ინსტინქტებზე აწყობილი ფენომენია. ჩვენ გვაწყობს, იმიტომ რომ ეს არ აკეთოს და უყუროს იმ გაჯეტურ სისტემას, იმიტომ რომ ის რო აკეთოს უნდა იყოს ღია სივრცეში. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ოთახში რო ითამაშონ დაჭერობანა, ხო? რა ხდება იქ? ამიტომ ეს ჭირდება უფრო ღია სივრცეში, ანუ ეზვა რაღაცა ღია გარემო, სადაც მეც უნდა ვიყო, იმიტომ რომ გარკვეულწილად ვაკონტროლო, დავიცვა რაღაცა პოტენციური საშიშროებისგან. მე იქ ყოფნა არ მინდა, ამიტომ ჩემთვის უფრო ხელსაღრელია მივცე გაჯეტი, ხო? ხო თამაშია იგივე, აბსოლუტურად არ არის იგივე, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ვიზუალური და ემოციურია და არა ფიზიკური. შესაბამისად თანდათანობით ანუ ეს მშობლის მოთხოვნილება, ეს მინდა რომ დავაფიქსიროთ, რომ მშობლის მოთხოვნილება, რომ უსაფრთხო სივრცეში დატოვოს შვილი ფაქტობრივად იწევს იმას, რომ ეს გადადის ჰიპერმზრუნველობაში, ხო, ანუ რაღაც ზედმეტი მზრუნველობის მოდელია ეს, ანუ მე იმ მიზეზით, რომ არ მინდა მას რაღაცა დაემართოს, ვიღებ მის მაგივრად გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად და ვზღუდავ მისი თავისუფლების არეს და ეს ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად გაანალიზებული, თუ პოზიტიურ ფსიქოლოგიას არ ვიგულისხმებ და მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ პოზიტიური ფსიქოლოგიის, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანის განიარაღებაში არაფერი კარგი არ არის და მიიჩნევა რომ ფსიქოლოგია, ბავშვთა ფსიქოლოგიაში ყოველ შემთხვევაში არის ეს ორი წყარო ბავშვზე ზემოქმედების, ხო? ერთი არის ტრავმული ზემოქმედება, ანუ იგნორირების ტრავმა და ასე შემდეგ. უარყოფის ტრავმა და ასე შემდეგ.
რაც ცვლის ადამიანის ფსიქიკურ სხეულს. ხო, ამ ტრაუმულად და სადღაც მაძლიერებს, სადღაც ტრავმას რაღაც სიბრძნე მაინც აქვს. და როცა ჩვენ ვართ ჰიპერმძღვნელობის მოდელის წინაშე, არანაირი უნარი ამ ადამიანს არ უვითარდება. ხო? თავისთავად, ანუ ვზრუნავთ უნარო და შესაბამისად ადიქციისკენ მიდრეკილ, ანუ ფაქტობრივად თქვენ რას თქვით ეს რომ პირველი სათამაშოც უფროსმა შესთავაზა, ანუ ფაქტობრივად მე ვთავაზობ ვითომ უსაფრთხოების მოდელით რაღაც ადიქციას რომ აი შენ ეკრანი სანამ ჭამ რომ ეხლა არ გამიპროტესტო ეს რომ წვანილი არ გინდა იმაში ხო და თუ არ უშია გავიგე იცით როგორ არის მან არის ორი მომენტი ჰიპერ აპეკუნება წეღარ რა თქვით ესეც მუშაობს ესეც არის ვაი ბჭყალებში მზრუნველობის ფენომენი ისევ თავის საკუთარ ეგოზე მორგებული იმიტომ რომ საკუთარი კომფორტია ხო იმიტომ რომ არ გაიქცე თორემ წაიქცევი ანუ აშინებს სინამდვილეში უნდა გაიქცეს ხანერად არ მოხდება რომ წაიქცეს ამა იმას ხო ექნება ვინც წაიქცა მაგრამ თვითონაც თulis რომ თვითონაც გაუჩნდება პრობლემა ხო ეხლა ყველას ვეკითხები ხოლმე მიყავს ბავშვი ქუჩაში არის გუბე რომელია სწორი ჩააჭყაპუნოს ფეხი თუ არ ჩააჭყაპუნოს ძალიან ბევრი მეუბნება არ ჩააჭყაპუნოს ხო იმიტომ რომ თუ ჩააჭყაპუნა დაისვრება თუ დაისვრება უნდა გამოუცვალოს და ასე შემდეგ გამარჯობა ისევ მან მივდივართ ხო მე უნდა ვირბინო მე უნდა ვიკოტრიალო მასთან ერთად იატაკზე მე უნდა შევისვა კისერზე და ვახტუნო მე შესაბამისად აი აქედან მე ნაკლებად ასე ვთქვათ ვძვრები და ამიტომ შუალედო რაღაც ბუფერულ სისტემებს ვიყენებ ხო ეს ერთი და მეორე ფენომენი უამრავ აი ამ гаджетურ სისტემაში არის პროგრამები შექმნილი ასე ვთქვათ ახალ ბედა დედებისთვის როგორ მართონ თავიანთი შვილები მიხვდით რეალურად ამას არ ჭირდება არაფერი პროგრამირება თუ არა რაღაცა ქცევის მოდელების მართვა რომელიც უნდა სპეციალისტმა გითხრას და არა რაღაცა საზოგადო დაწერილმა პროგრამამ ეს ინსტინქტებზე აგებული ქცევა რომელიც ყველა დედაშია ჩადებული გააჩნია მე ამ ინსტინქტების რეალიზაცია როგორია გამიგეთ გამომდინარე აქედან თვითონ დედაც ხდება დამოკიდებული რაღაც სისტემებზე гаджетებს რო თავი დავანებოთ ეს არის უფროსი თაობის მიერ მოწოდებული მოდელები ქცევისა ბავშვთან დამოკიდებულებს რომელსაც ყველა უფროსი ეუბნება და რო ვეკითხებით თქვენ საიდან იცით ჩვენც ასე გვითხრეს და ისინი ვინ იყვნენ იმათაც ასე უთხრეს ანუ განუსაზღვრელი ფენომენი საიდან მოდის ეს მაგრამ ესეა ხო მაგალითად ხელში არ აიყვანო მიეჩვევა ანუ უფროსი ეუბნება თავის შვილს რომ იმ შვილმა თავისი პირმშო ხელში არ აიყვანოს. ნუ ახლა ელემენტარულად რომ გაგვეცინება ვინმე გინდა ხალხ ჩვენ ასაკში დედამისის ხელში ხო? ანუ ეს ხო წარმოუდგენელად როგორ გითხრათ რა დედასა და ბავშვს შორის ძალიან დიდი ჩახერგილობის როგორ შეიძლება დედამ არ აიყვანოს შვილი, იმიტომ რომ ეს აყვანა და ხელში ჭერა მისი არის დაცულობა, იმიტომ რომ ეს არის დედასთან მიკრული და ეს არის აბსოლუტურად დაცული, ხო? იგივე ფენომენები, რომელიც ზემოქმედებს გარედან, მე ამ დედას უყალიბდება გარკვეულწილად არასწორი ქცევის მოდელები, რომელიც დაუფიქრებლად თვლის რომ ეს სწორია, იმიტომ რომ ამას აანალიზებს, იმიტომ რომ ყველა ამას ეუბნება. ირგვლივ მყოფი ყველა ამას ეუბნება, პლუს რაღაც სისტემებში, რაღაც პროგრამებშიც გარკვეულწილად ეს ჩადებულია. ამიტომ თანდათანობით აკლებს, ვთქვათ, ფიზიკურ აქტიურობას და ასევე ემოციურ აქტიურობას ბავშვთან, ხო? და ძირითადი მისი ფიზიკური და ემოციური, ასე ვთქვათ, კონტაქტები დადის აკრძალვებამდე. ეს არ ქნა, ესე უნდა ქნა, ესეა, ანუ გარკვეულწილად ჩარჩოს ფენომენს ნელ-ნელა ქმნის, ეს ბავშვი ამას აპროტესტებს, იმიტომ რომ ბიოლოგიურად თავისუფალი არსება მას არ აქვს არანაირი ჩარჩო. ეს იძულება გარკვეულ ფორმით, რომ ესე უნდა ქნა,
ამ პროტესტისა და ჭიდილის ფენომენში ვინ როგორ გადაწონის ეს უკვე დამოკიდებულია ამ და აქ წდება ზუსტად აი ამ თუ ჰევს აირჩევს ბავშვი ანუ მქონდეს კეთილგანწყობა თუ ვიყო ის ვინც ვარ ხო თავისთავად რა თქმა უნდა ხო ნუ შესაბამისად მან ყალიბდება უამრავი ფსიქოტრამვები რომელიც იმ წუთას იმ ბავშვისთვის გაუაზრებელია თუმცა ეს ილექება საკმაოდ მერე ქვეცნობიერში ჩრდება და მერე მოზრდილობაში ძალიან ხშირად ამის ამოფრქვევა ხდება ხოლმე სხვადასხვა სიტუაციაში გამომდინარე აქედან პირველადი აგდიციის ფენომენი ყველა ვარიანტში მაინც დაკავშირებულია მშობელთან და განსაკუთრებით დედასთან. ამიტომ ყველას ვთხოვ მოუწოდებ ურჩევ რომ აბსოლუტური აქტიობა ბავშვთან, ხომ? და არანაირი აკრძალვები, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ რეჟიმში ვითარდება თავის ტვინი. შესაბამისად, ყველას ვეუბნები თქვენ თუ გამარჯვებას ამბობთ, თქვენი შვილი აუცილებლად იტყვის გამარჯვებას, იგივე მიბაძვის და იგივე იმიტაციის ფენომენით. თქვენ თუ ქცევის მოდელში გაქვთ რაღაცა ქცევის მოდელი, თუნდაც ადამიანს დაუთმო, ის აუცილებლად ამას ხედავს და ყოველთვის ესე გააკეთებს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი მას არ აქვს. თუ საწინააღმდეგოს აკეთებთ, ის აუცილებლად ამას იზავს. ყველა ვარიანტში. ერთხელ ესეთი კარგი ფენომენი იყო, რომ ბავშვმა რაღაც უწმაწური სიტყვა თქვა და მშობლები ძალიან შეწუხდნენ. არა უჭირს მეთქი ეს არაფერია მისთვის გაუაზრებელი, ეს უბრალოდ მიბაძვის ფენომენია. ვიმე რა ბრძანებთო ბატონო ჩვენ ოჯახში ესეთი რამე აპაბაბა არ ხდება. არა ჩვენ საერთოდ არა ჩვენ ბატონო მეუბნებით ეს თქვენ შეგნებულად კი არა ელემენტარულად თქვათ უყურებდით ფეხბურთს ან რაღაცა კალათბურთს ან რაღაც სპორტულ შეჯიბრებას და რაღაც ემოციას აყევი და უწმაწური სიტყვა წამოგცდათ იმიტომ რომ ამასაც ვერ აკონტროლებთ ეს ამან დაიჭირა რომ რაღაც ქცევის მოდელში ესე უნდა მოიქცე და ეხლა გამოიყენა ამიტომ ამის გამო ნუც დაჟით ხომ იმიტომ რომ თქვენ არ გახსოვთ ეს როდის თქვით ამას ვერ დავიმახსოვრებთ რა თქმა უნდა ის ეგრევე იმახსოვრებს ის ყველაფერს იმახსოვრებს იმიტომ რომ ბავშვის თავის ტვინი გამომდინარე იქიდან რომ სამყაროს უნდა გაეცნოს აბსოლუტურად დეტალებში იმახსოვრებს ყველაფერს ამას ეგრეთ წოდებული ნეირონული ქსელის ჩამოყალიბება ქვია დაახლოებით 3 წელიწადამდე მიდის ძალიან ინტენსიურად და 3 წლის მერე იწყება ნელ-ნელა ასეთი ტერმინიც არის გასხლა. ანუ ნეირონული ბმები, ნეირონული კავშირები, ანუ სინაფსები, რომელიც აღარ არის საჭირო ქცევის მოდიფიცირებისთვის, ქრება. იმიტომ რომ რატომ გამოვიქონიო ის, რაც არ მჭირდება, ხო? გამომდინარე აქედან მერე რა თქმა უნდა ეს ქცევაში ალაგებს და მერე შემოდის ისევ იგივე მორალის, ეთიკის, რაღაც სოციალური ქცევის მოდელები, რომლის დროსაც რა დროს უნდა გამოიყენოს, მაგას უკვე არ ეგულებს, მაგრამ დასაწყისში სპონტანური ეს და მან არ იცის რომ ამ წუთას ეს რო თქვა არის ცუდი. იმიტომ რომ მიბაძა იმას, ვინც ეს გააკეთა და მან არ იცის ამის მიბაძა იმას, ვისი კრიტიკაც ფრომის მიხედვით მას არ შეუძლია. არ შეუძლია, იმიტომ როგორ უნდა ვაკრიტიკო დედა ჩემი კაცო. ჩემ გადარჩენა თუ მასზეა დამოკიდებული, ის არ შეიძლება რომ იყოს არასწორი. თავისთავად. მიხვდით, ერთმანიშნულად მიღებულია რომ დედის ხელიდან მე ცუც ვერ ხომ საწამლას ვერ მივიღებ. ანუ დაცულობა აბსოლუტურად დამოკიდებულია. აქედან გამომდინარე, ქცევის იმიტირებაც, ხომ? უამრავი ბიჭუნები დაახლოებით 2 წლის ასაკში იყენებენ ხოლმე დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, იმიტომ რომ გასინჯო რა არის, იმიტომ რომ მას არადროს არ დაჭირდება ეს მაღალქუსლიანი, მაგრამ უყურებს და იმიტირებს და სასაცილოა ხოლმე, ხო? იგივე რაღაც მაკიაჟის და ფერუმარილის რაღაც ფენომენი, რომელიც არ იცის უბრალოდ ცდის, უბრალოდ ნახულობს, უბრალოდ სწავლობს, რომ ეს ვარგა თუ არ ვარ, შემოდის იქ აუცილებლად, რომ შენ ხო გოგო არ ახარ, შენ ხო ქალი არ ახარ, შენ ხო ეს არ ახარ. ამიტომ გარკვეული აკრძალვები რაღაც ფენომენები, ხო? საბოლოო ჯამში დაჯილდოების ფენომენი ტვინში, იგივე დოფამინის, სეროტონინის ცვლა
რამოდენიმე მომენტით არის ერთი წეგან ახსენე და გენეტიკურად განწყობა არსებობს ამისა და მე შემდგომში უკვე აი ესეთი ძალიან ფართო ძალიან აი შემოსაზღვრავი აბსოლუტურად უკიდეგანო ქცევის მოდელებით რომელიც ეს იმახსოვრებს რომ აი აქ მივიღე ესე აი აქ მივიღე ესე აქ მივიღე პლუსი აქ მივიღე მინუსი აქ მივიღე ჯილდო აქ მივიღე დაჟა და რა თქმა უნდა ამაში მე თვითონვე არეგული აი მაინტერესებს ესეთი რამე ანუ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან რომ მე ჯილდოს ვიღებ მაშინ როცა ვარ ცუდად ანუ მე როცა ვარ ცუდად მე როცა მაქვს სიცხე მე არ მივდივარ სკოლაში არ მიწევს გაკვეთილების მომზადება მე ტოვებენ სახლში ყველა მივლის ანუ მე როცა ცუდად ვარ მაშინ ვუყვარვართ ფაქტობრივად ეგეთი ესე ითარგმნება ეს ჩვენი ფსიქიკისთვის მე მგონი და ფაქტობრივად ეს არის დასწავლილი სისუსტე ხო მე ჯობია და როცა კარგად ვარ მე მაიძულებენ რომ წავიდე სკოლაში ვისწავლო რაღაცა ისეთი ჩემთვის არასაინტერესო მასალა ხო ანუ ჩემი კარგად ყოფნა ეს არის რაღაცა რთული პროცესი რომელშიც მე რაღაც ჩემი ნებისყოფის გამომუშავება მიწევს და ასე შემდეგ და ჩემი ცუდად ყოფნა არის პროცესი როცა მე და გამოდის რომ ბავშვებს ჩვენ ვასწავლით რომ ჯობია გეცოდებოდეს საკუთარი თავი იმიტომ რომ სიყვარული პასუხისმგებლობაა სიყვარული რაღაც კეთებაა და შენ თუ საბრალო იქნები მაშინ მიიღებ იმას რაც გჭირდება ანუ ჩემგან სიყვარულს მიიღებ მაშინ როცა ცუდად ხარ და ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვასწავლით კიდევ ერთხელ ამ ჩვენ შვილებს უღონობას სისუსტის მდგომარეობაში ყოფნა უკეთესია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შენ იღებ იმას რაც შენ გინდა ფაქტობრივად ამას ვეუბნებით აი ეს რამდენად უწყობს ხელს იგივე ადიქციუ ფაქტობრივად ესე ადიქციებზე ეხლა ფრომი არ წერდა და არც იასპერსი და ანუ არც ერთი ისეთი ეგზისტენციალისტი ხო ადრეულ ეგზისტენციალისტებს გულისხმობ ეხლა იალომი უკვე ცდილობდა რომ ეს თავის ჯგუფური თერაპიის პრინციპები მოერგო ალკოჰოლური დამოკიდებულებისადმი და ასე შემდეგ იქ რამოდენიმე ექსპერიმენტული ჯგუფი ყავდა 70-იან წლებში რომლებთანაც იმუშავა მაგრამ აი ეს მაინც აი ძველი სკოლის მიდგომა ხშირად მეუბნებიან რომ ის old school ტიპი ხარო შენო და რაღაცა მე ძალიან მომწონს იმიტომ რომ რაღაც ფილოსოფიურ საფუძველზე დამყარებული სწავლებები ანუ ფაქტობრივად ჩვენ გამოდის რომ იმის მაგივრად რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიძლიერე როგორ მიაღწიოს რაღაცას და ასე შემდეგ ჩვენ ვასწავლით მათ რომ შენ ჯობია სუსტი იყო ხო და აი როცა სუსტი ხარ მაშინ გაძლევ იმას რაც გინდა როცა ბავშვი კარგად იქცევა მშობლები მას არაფერს არ ეუბნებიან იმიტომ რომ თითქოს ჩვეულებრივი რაღაც ხდება მაგრამ როცა ცუდად იქცევა მაშინვე ემოციურ ჩართულობას იღებს ხო ის უბრაზდებიან რაღაც და კი არის ნეგატიური ეს უარყოფითი ემოციური ჩართულობა, მაგრამ ემოციური ჩართულობა შესაბამისად მე თუ ემოციის მიღება მინდა ჩემი მშობლისგან და რადგან დამოკიდებული ფსიქიკით ვიბადებით, როგორც ფრომი ამბობს, რა თქმა უნდა, მე ეს მოთხოვნილება მაქვს, მე ვიმახსოვრებ, რომ თუ პრობლემებს ვქმნი, მე გადავდივარ ყურადღებას მიქცევ, რა თქმა უნდა. ისევ და ისევ მივდივართ იქ ირგვლივ მყოფთა ქცევაზეა დამოკიდებული ირგვლივ მყოფთა დამოკიდებულებაზე ბავშვის მიმართ და რა თქმა უნდა ბავშვი შესაბამისად სწავლობს თანდათანობით როგორ მოერგოს აი ამ სისტემას ანუ ამ სისტემაში ასეთი ფენომენით გავალ უფრო ფონს და ამ სისტემაში აქეთ იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი დისკომფორტიდან ცდილობს გადავიდეს კომფორტში. ოღონდ რა ფორმით, ეს უკვე სხვადასხვა ვარიანტია, ხო? გვახსოვს სკოლაში სწავლის დროს რამდენ რაღაცებს ვიგონებით, რომ გამძვრალიყავით, როდესაც არ ვიცოდით რაღაც გაკვეთილი ან რაღაცა არ ცოდნა გაკვეთილისა დაჟის გარკვეული ფენომენია, თუნდაც არასასურველი ნიშანი, თუნდაც პედაგოგის მიერ დატუქსვა და თუნდაც მერე სახში, ხო? ამიტომ არავის არ უნდა დაჟა და ორიანი მიწერია ეხლა სახში. ხო, რაღაცა და დღეს ეგ დღიურები აღარ არსებობს, ხო? ой, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს რა მნიშვნელობა აქვს? ეს არის ჯილდო დაჟის ფენომენი, ხო? ნებისმიერი ჯილდო თუნდაც რაღაც მედალი გულზე ჩამოკიდებული რაღაცა ხო ანუ უპირობო აღარ არის სიყვარული ანუ ჩვენ ვასწავლით უკვე თუ დედის სიყვარული უნდა იყოს უპირობო ფაქტობრივად ხო მამის სიყვარული ახლა ფრომის მიხედვით უპირობო არ არის მამას უყვარხარ
რაღაცა იმისთვის რომ რაღაცას მიაღწევ, ხო, რაღაცა წეს დაიცავ და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით მამას ფრომის შეხედულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე იმაში რომ შენ დისციპლინირებულ პიროვნებად ჩამოყალიბდები, ხო? რაღაცა მოახერხებს საკუთარი ემოციების მართვას, თვითშემეცნებას, სწორად საკუთარი თანახვას. დედის სიყვარულს ესეთი მოთხოვნები არ აქვს და ჩემი აზრით, აი ბალანსში არის ზუსტად საქმე, ხო? იმიტომ რომ რეალურად გამოდის, რომ შენ ისჯები იმისთვის, თუ აი ეკრანის ადიქციაზე ვილაპარაკებთ, შენ ისჯები იმისთვის, რაც მე თვითონ გასწავლე. თავისთავად მე მოგეცი ეკრანი. მე მოგეცი ეს ეკრანი. ხო, შენ ბუნებრივად არ ქონდა დაგიდგი ჭამის დროს რომ შვიდად იჯდე, ან მე რაღაცა საქმე მაქვს და შენ შვიდად უნდა იჯდე და აგერ შენ ეკრანი ახლა და ჩუმად იყავი და მე უკვე რაღაცა პერიოდის მერე მე გსჯია მისთვის. ხო, რატო ამდენი ხანი რატო გიჭიროს? თავისთავად მაგაზე ვისაუბრეთ და მანდ მივედით ახლა. ახლა თქვენ ძალიან მოგწონთ ფრომი და ბევრჯერ ახსენეთ, ხო? თუმცა უამრავი თეორიებია ამისა, მარტო ფრომი არ არის. გამომდინარე აქედან ბავშვი აი ასეთი ფენომენი ცვლის დედა და მამა. დედა არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე თბილი. არა აქვს მნიშვნელობა ის ფიზიკურ მდგომარეობა, შეიძლება კუზიანი იყოს, კოჭლი იყოს, ხო, ნუ ბრმა იყოს, მაგრამ დედა არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე თბილი და მამა არის ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ძლიერი. სულ რო გაჭხიკინებული გამხდარი იყოს. ეს ფენომენი ჩადებულია ისევ გადარჩენისთვის. მივხვდით? ამიტომ ეს ასე ვთქვათ სტრუქტურულად მოცემულობა მის ტვინში. აი აქაც რო ირევა ყველაფერი, როგორც კი დედა ხდება დამსჯელი ეგზეკუციური ფენომენი, ნაცვლად სითბოსი და სიყვარულისა. და თქვა ჩაანაცვლეს მამა ეს აბსოლუტური აღრევაა, იმიტომ რომ ირღვევა თქვა ბიოლოგიური რაღაცა ფუნდამენტი, საფუძველი და შესაბამისად აი იცით რა არის? აი ის ფენომენი, რომელიც ნებისმიერ ასაკში გინდა 3 წლის იყავი, გინდა 23 წლის და გინდა 83 წლის. ეს ინსტინქტებზე აწყობილი ქცევის მოდელია, როდესაც ფეხი გადაგვიბრუნდება, სანამ გავიაზრებთ. რა მოხდა, ვამბობთ ვაი დედა. ხო. მიხდით? კი. ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ჩვენთან სხვანაირად არის. ბავშვი ამბობს ვაი მამა. ნუ რაღაც გამეღიმება ხოლმე, მაგრამ ნუ მე უხსნი რომ თლად მაინც და მაინც კარგი ეგ არ არის, იმიტომ რომ როლები არის ჩანაცვლებული, ამიტომ ამასაც გარკვეული წილი მოქმედება აქვს, ხო? ბავშვის მერექცევაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის მის დაცულობის ფენომენს, ხო? ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრებთ, იმიტომ რომ მთლიანად ჩვენი სისტემა აწყობილი აი ამ აღქმის ფუნდამენტურ ფორმებზე, დაცულობა და აუცილებლობა, საშიშროება და სიმშვიდე, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ აი ჩვენი ვეგეტატიური ნერვული სისტემა, რომელიც ავტონომიური ნერვული სისტემა, იგივე საუბარია ბავშვშიც, ხო, ერთს და იგივეა. ეს არის ნერვული სისტემის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია გადარჩენაზე და რაც თავარია ინსტინქტების დონეზე. ეს ყველაფერი ამ წუთას თქვენ ვეგრძნობთ, როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი, ხო? თუმცა მშვენივრად, მე ასე ვთვლი, ხო? როგორ მოძრაობს თქვენში, თქვა სისხლი, ლიმფა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამას ყველაფერს არეგულირებს ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა და მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი საბაზისო მომენტი, დაცულობა და აუცილებლობა. როდესაც ჩვენ ვარ დაცულ მდგომარეობაში, ეს ავტონომიური სისტემა ორი ნაწილი აქვს მას ურთიერთ, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო, უпростоრად არასწორია სიტყვა, ურთიერთდამაბალანსებელი. ხო. შესაბამისად, ის სიმპათიკური ნერვული სისტემა დაცულობის ფენომენში განაპირობებს ქცევის მოდელს, რომელსაც ქვია კრეატიულობა, ანუ ქმნადობა, ანუ რაღაცების კეთება. არ შევიძლია, აი რო არაფერს არ ვაკეთებ, გამოთქმა, მიხვდით, რაღაცა მინდა. წარმოუდგენელია ვიღაცა მოგდევდეს მოსაკლაო და რამის კეთება დაიწყო. რა თქმა უნდა. თუნდაც კითხვა, თუნდაც ჭამა, თუნდაც დაიძინო, ხო? ანუ გადარჩენაზეა ლაპარაკი. მეორე სისტემა იგივე პარასიმპათიკური, ანუ ეგრეთი ცნობილი ნერვის, ანუ ვაგუს სისტემა, სწორედ ამაზეც ორ ვარიანტზეა. ერთი თუ არ დაცული, ეს იწყებს
აღდგენით ფენომენს, ხომ? ეს იწყებს ვთქვათ, იგივე ნივთიერებათა ცვლის გადაყვანას იმ ფენომენში, როდესაც ჩვენ დახარჯული უნდა აღვადგინოთ და გარდა ამისა, ემოციურ მდგომარეობას კვეთრად აბალანსი, როდესაც ჩვენ მშვიდად ვართ, აქედან ვიწყებთ აზროვნებას, ვიწყებთ განყენებულ აზროვნებას, მედიტაციას, თუნდაც ლოცვას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, მედიტაცია აკეთო, ლომიცო როცა მოგდევს შესაჭმელად მიხდით ხო? ბავშვის ქცევაშიც ეს ორი მოდელი ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ ეს ძალიან ბევრმა არც იცის და არც აქცევთ ამას ყურადღებას და შესაბამისად მე ეს ორივე მოდელი მუდამ ჯდება ქცევის წარმართველ ვარიანტად, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ძალიან მარტივად გამოდის მდგომარეობიდან და გადადის თავდაცვაში, ანუ თავდასხმაში, ხო? არის ადამიანები, რომლებიც პირიქით რაღაცა ცოტა დაძაბულ სიტუაციაში განრიდების, ანუ განსვლის ფენომენებიც არიან. ბავშვებში ზუსტად ასე ხდება, ხო? ამიტომ მე ვამბობთ, რომ ეს აი ასეთია, ამის გაჩერება არ იქნება, ეს აი ასეთია მუდამ. და ეს კიდე საწყალი კაცო აი სულ ესეთია რაღაც აი წყნარად არის ჩუმად არის ჩაგრულია. ამას სწორად უნდა დაალაგება, იმიტომ რომ შობელსაც უნდა აუხსნათ, იმიტომ რომ რეალურად წეღან ისეც ვისაუბრეთ. ეს წყნარი ბავშვი აწყობს შობელს. იმიტომ რომ ის რომელიც დარბის მუდამ უნაზდიოს. მუდამ მოძრაობაშია და მუდამ უნდა რაღაც აკეთოს იმას შესაბამისად ელემენტარულ შემოფარგლულ რაღაც სიტუაციაში, რაღაც არეალში შემოფარგლულში, აი ამ მუდამ ესეთი სპონტანური ქცევით შეიძლება რაღაცეები, დააზიანოს, ანუ წააქციოს ელემენტარულად სკამი, რომელიც მე დავდგი აქ. შესაბამისად ეს მე არ მაწყობს და აუცილებლად ამაზე შენიშვნას ვაძლევ. მაგრამ ბავშვი რომელიც სკამზე ზის და არც არაფერს არ აკეთებს, მე მაწყობს. სინამდვილეში არ ვარგა. მიხდით? ანუ ის ფაქტობრივად თქვენ ამბობთ, რომ მშობლები თვითონ არიან ისინი, ვინც განაპირობებენ ბავშვების ადიქციურობას. ყველა ვარიანტში, იცით როგორ არის ახლა მკვეთრად ესე არაზე გარკვეულწილად არსებობს მეთქი რაღაც განწყობები, მაგრამ ძირითადი მომენტი მაინც არის ეს. მიხდით ხომ? იმიტომ რომ ახლა თუ ლაპარაკობთ გაჯეტზე დამოკიდებულებაზე, ხო? კი. რეალურად ყველანაირი გაჯეტი მოზდილმა შექმნა და მერე მიუტანა ბავშვს. ხო? იმიტომ რომ ბავშვი ამას ვერ გააკეთებდა. ხო, მაგრამ იმ გაჯეტებში, რა ვიცი, არის ესეთი მოთხოვნები, ჩემი აზრით. ეხლა მე რაც მინახავს, ვერც ერთ სოციალურ ქსელში ვერ დაარეგისტრირებ ბავშვს თუ ის არ არის 13 წლის. მაგრამ ამას არავინ არ ითვალისწინებს. ეხლა დღეს არ ვიცი. თქვენს ხო, აი მაგალითად Facebook-ს აქვს ეგეთი მოთხოვნა, რომ შენ უნდა იყო 13 წლის, რომ იქ დარეგისტრირება მოახერხო. ყველა დიდ სოციალურ ქსელს, იმიტომ რომ ეს ხო რაღაც ფსიქოლოგიასთან კავშირშია, ხო? ანუ რეალურად დიდი პრობლემაა ეს, რომ მაგალითად Z generation-ზე, Gen Z-ს, რასაც გვეძახით, ხო? რა დაკვირვება გვაქვს ახლა ჩვენ, რომ ეს არის პირველი თაობა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ქონია მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში ონლაინ ყოფნასთან. ანუ რაღაც ვირტუალურ რეალობაში ყოფნასთან. და გამოდის, რომ რაღაც სამყაროს აღქმის სურათი მათთვის შეცვლილია, იმიტომ რომ აი ეს თქვენ რაც ახსენეთ, რომ მე მგონი ოღონდ სანამ ჩაწერას დავიწყებდით მანამდე წინასწარ რომ ვილაპარაკეთ, რომ ანუ მე ვცხოვრობ რეალობაში, სადაც მაქვს მრავალი ცდა. შესაძლებლობა. სადო? თან სადო? Game over არსებობს. ხო, game over თავიდან ვარესტარტებ ამას და ისევ იგივე თამაშს გავდივარ და ეს ხო ცვლის ჩემი აღქმის ბუნებას. არის ძალიან ბევრი კვლევა, როგორ ცვლის ეს ელექტრონული დამოკიდებულებები ჩვენი ტვინის სტრუქტურას, ხო? დოპამინური ორმოს მდგომარეობას ვეძახით. ამას, როდესაც მე ვერ ვიყენებ დოპამინს იმისთვის, რომ რაღაც მიზნისკენ ვიარო. ანუ დოპამინის მიზანი ხო ეგ არის, რომ რაღაცა დიდი მიზნისკენ სიარულის ძალა მომცეს. და როცა მე მუდმივად ვშლი ამ დოპამინს, თუნდაც ამ სკროლვაში, თავისთავად, რა თქმა უნდა. უბრალოდ როგორ არის? კი, გარკვეულწილად გეთანხმებით, ჩემო კარგო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს მოდელი. შესაბამისად, უყურეთ, ჩვენ ყოველდღიურ სოციალურ ქცევაში არის აუცილებლად ეგრეთ წოდებული
როგორ გითხრათ, ასვლა ჩამოსვლის ფენომენი, ხო, დაჯილდოება, წაგება, მოგება, წაგება, სხვანაირად ეს არ ხდება. შესაბამისად, ჩვენი ტვინი იმახსოვრებს ამას ყველაფერს და საუკეთესო ვარიანტი ვილტვით, რომ ნაკლები გქონდეს, თქვა, წაგება და უფრო მეტი თქვათ მოგება. აქ ლაპარაკი არ არის რაღაც აქ თანხებზე და რაღაც მთლიან ქცევაში. მაგრამ როდესაც ამას მე ვმართავ და წაგება საბედისწერო აღარ არის, ამ წაგება წაგება აღარ არის, იმიტომ რომ კი წავაგე ამ თამაში, მაგრამ გადავახვევ და ისევ თავიდან დავიწყებ. აქედან გამომდინარე, სწორედ თქვენ ბძანეთ, რომ საბედისწერო, ანუ წაგებით წაგება არ არის. წაგება არის და ტყუილი წაგება. მაგრამ საბოლოო ჯამში თან იცით რა, ძალიან ბევრ თამაშს კიდე ახსნა, განმარტება, როგორ უნდა მოიგო და გამომდინარე აქედან ძალიან მარტივად უკვე მზამზარეულს ვაკეთებ. შესაბამისად, მე რო გავდივარ სოციუმში, უკვე ასევე ვიქცევ იქაც, იმიტომ რომ მიჭირს წაგებაზე სწორი რეაგირება. იმიტომ რომ როგორ თუ წავაგე, იმიტომ რომ სულ ვიგებდი. ხო. იგივეა ბავშვთან ფენომენში, ხო? უყურეთ, შენ ვაშკაცი ხარ, შენ ძლიერი ხარ, ნახე როგორი კუნთები გაქვს, ეს ამას იმახსოვრებს. იმახსოვრებს ძალიან კარგად და როგორც კი მოხდება რაღაცა სიტუაციას, როდესაც წააგებს, ემართება ეგრეთ წოდებული გაცრუება იმედისა, ანუ ფრუსტრაცია, რომელიც მე ხშირ ფენომენში როცა ყალიბდება, მე იწყებს დესოციალიზაციას, იმიტომ რომ არავის არ მოწონს ფრუსტრირება, ხო? ანუ იმედის გაცრუება. შესაბამისად, ეს ფენომენიც უფროსებისგან მიღებულია. აი მაგალითად, ბავშვი დაეჯახება მაგიდას. შემთხვევით, ხო? და რა თქმა უნდა იტირებს, იმიტომ რომ ეს ტირილი მისი თავდაცვა იგივე შეცდების ფენომენი იმდენად ტკივილის გამო არა, რამდენად მოულოდნელობის გამო. უფროსი მიდის და ეუბნება, მოდი ვცემოთ მაგიდას. დავარტყა და გაგივლის. ეს მე იმახსოვრებს, სადაც კი რაღაცა პატარა ტრავმა მოვა, აუცილებლად უნდა ცემოს, ანუ დაარტყას. ხო, ახლა ფიზიკურ დარტყმაზე არ არის აქ ლაპარაკი ზოგადად, ხო? იმიტომ რომ ასე დაიმახსოვრა. ხო, ზოგჯერ ფიზიკურ დარტყმაზეც, ხო? ალბათ, ხო, იმიტომ რომ ამ მიმას თუ დავარტყავ, მე მეშველება. ხო? რატო პასუხი არ გაეცი? ხო? ბავშვი იძახს რომ იმან დამარტყა, მერე კაცი არა ხარ, პასუხი რატო არ გაეცე? აი წარმოიდგინეთ, ეხლა რა ედება თავში, თუ კაცი ხარ, აუცილებლად პასუხი უნდა გაცე, ერთ-ერთ ბავშვმა ძალიან კარგად მითხრა მამასთან ერთად, მამა ზუსტად ასე უთხრა, რომ რატო რო დაგეჯახაო, თუ შენ რატო არ გაეცე პასუხიო და მამაო, შემთხვევით დამეჯახაო. აი ისე მორიდებულად თქვა, ძალიან სწორად მოიქცე ეს ბავშვი, კაცო, შემთხვევით დამეჯახა, ძალით კი არ უნდა და რატო უნდა დამერტყამე? ხო. და მამამ პირიქით უბიძგა, რომ როგორ გაცო, ხო. თუ გირტყავენ, გახსოვთ იმაში როა იმერულ ესკიზებს. უჯიკე, შენც უჯიკეო, რატო კაცო, ხო შეიძლება რომ სხვანაირად მოვაგვაროთ, მაგრამ ეს ამას იმახსოვრებს მე მცხოვრება უჯიკეს აკეთებს. აქ კიდე ერთი სტატისტიკა მინდა რომ ვემზადებოდი ამ ჩვენი გადაცემისთვის. მე აღმოაჩინე ესეთი ფანტასტიკური ავტორია, ადრე აღმოაჩინე, მაგრამ მასთან რაღაც სტატისტიკა ვიპოვე, უორენ ფარელი. თუ გაგიგეთ Boy Crisis აქვს ეგეთი წიგნი, ანუ ბიჭების კრიზისი. არ ვიცი და მართლა ძალიან საინტერესო წიგნია და იქ აქვს მოყვანილი ეს სტატისტიკა თამაშზე ადიქციის და აღმოჩნდა რომ რატომღაც აი ეს ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე რაღაცა ესე ვიცი რომ რაღაცა ქალის ბუნება თუ ფსიქიკა უფრო ადიქციურია თითქოს, ხო? აი წინა ეპიზოდშიც ბატონ ლევან ანდრონიკაშვილთან ამაზე რომ საუბრობდით, ლევანმაც თქვა რომ ხო, რაღაც ადიქციის შემთხვევაში მამაკაც თუ მოყვება 6-7 ადამიანი, რომელსაც ის აზიანებს ამ თავისი ქცევით, ქალების შემთხვევაში ეს 10-12 ადამიანი ესეთი კვლევები არსებობს. ხო, მაგრამ ეს უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პრაქტიკაში როგორ არის. აღმოჩნდა რომ აი ამ თინეიჯერ ასაკში ბიჭების დამოკიდებულების ხარისხი თამაშებზე, ანუ თამაშზე დამოკიდებული ბიჭების რაოდენობა არის 4-ჯერ უფრო მეტი ვიდრე გოგოებში. და აი რა მექანიზმია ამის გამომწვევი, როგორ ფიქრობთ თქვენ, ანუ რატო არიან აი ამ რაღაც თამაშებზე უფრო დამოკიდებული ბიჭები ვიდრე გოგოები? ზუსტად ნამდვილად არ ვიცი და ვერ გეტყვით, მაგრამ ვარაუდის თვალსაზრისით
მამაკაცი ჯილდოზე დამოკიდებული გაცილებით მეტად არის ვიდრე ქალი, ხო? ეს ბიოლოგიურად ასეთ ფენომენია, ხო? ქალი ძირითადად ბიოლოგიურად გესაუბრებით გამრავლების ფენომენია, ანუ პოპულაციის გამრავლებისთვის აუცილებელი ფენომენია, იმიტომ რომ ეს არის საწყისი თქვენ კარგად მოგიხსენებათ ძალიან ადრეულ ცივილიზაციებში ქალღმერთი იყო წინა მდებარე და პატარა სკულპტურებიც ნანახია, როდესაც ორსული ქალი იყო ღმერთი. ანუ ეს ფენომენია, რომლითაც გრძელდება სიცოცხლე. პალეოლითური ვენერები. ვენერები ასევე ქვია, კი ბატონო. მამაკაცი მომპოვებელი სისტემაა, უნდა მოიპოვოს, შესაბამისად მოპოვება მკვეთრად დამოკიდებულია ჯილდოზე. ხო? თუნდაც მონადირების ფენომენი, თუნდაც ტერიტორიის დაპყრობის და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ნამდვილად ვერ გეტყვით არა ვარ ამაში ჩახედული, მაგრამ ჩემი აზრით ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული, იმიტომ რომ იმ თინეიჯერ ასაკში ყმაწვილი, ანუ ბიჭი სოციალურად დამოკიდებული ხდება რაღაც ჯგუფებზე. იმ ჯგუფებს აქვს თავისი რაღაც წესები და ძირითადად მამაკაცურ ჯგუფებში მასკულინური, ანუ მამაკაცური ქცევის მოდელი არის ძალიან, ასე ვთქვათ, დაჯილდოებული, ხო? რაც უფრო ძლიერი ხარ, რაც უფრო მეტი ხარ, რაც უფრო მეტი გაქვს და ასე შემდეგ. შესაბამისად შეიძლება აი ამ თამაშის ფენომენებზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ იმისთვის თამაშობს, რომ მოიგოს. ხო? რაც მეც თამაშობ, ნუ შეიძლება ალოგიკურია, მაგრამ უბრალოდ თამაშის ფენომენიდან გამომდინარე, რაც მეც თამაშობ, მეტი ალბათობა მოიგო. თუმცა რა თამაშობ, ეგ სხვა ფენომენია. ამიტომ მეტად და მეტად ხდება დამოკიდებული ამაზე. ჩემი აზრი ასეთია, თუმცა ვერ გეტყვით რომ ეს რამდენად სწორია. ხო, რაღაც საკმაოდ კარგი ახსნა გამოვიდა, იმიტომ რომ მან როგორც მე ვიცი, ხა ზუსტად ეს უორენ ფარელი წერს ამაზე, რომ სადღაც 17 წლის ასაკისთვის აი ამ დამოკიდებულ, თამაშზე დამოკიდებულ ბიჭებს უგროვდებათ დამოკიდებულების 14,000 საათიდან, ანუ აი ამ თამაში გატარებული დროის 14,000 საათი არის ბაკალავრის ხარისხი. მოიდედა. ხო. ანუ ეს არის ერთი ბაკალავრის ხარისხის დაკარგვა. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა ვნახე მან. ეს იყო დაკავშირებული suicide rate-თან, ანუ თვითმკვლელობის rate-თან და აღმოჩნდა, რომ 4-დან 9 წლამდე ასაკში ხდება, ეს ორჯერ მეტი არის ბიჭების შემთხვევაში. 9-დან 14 წლამდე ასაკში 4-ჯერ მეტია ბიჭების შემთხვევაში და 14-დან 19 წლისას ეს არის 8-ჯერ მეტი ბიჭების შემთხვევაში და თვითონ უორენ ფარელი ამას აკავშირებს იმასთან, აი ეს თამაშის ადიქციასთან დაკავშირებითაც შეიძლება ეს დავაკავშიროთ და რომ თანამედროვე სამყაროში მასკულინური აგრესიისთვის თითქოს ადგილი არ რჩება. ხო, აი ეს თქვენც რო ახსენეთ, აი ეს მშობლების როლების აღრევა. ანუ თითქოს აი ეს რაღაცა ამგრძალავი ინსტანციის ფუნქცია, რომელიც მამას უნდა კონდეს, იმიტომ რომ მამა მართლა უნდა აკრძალოს რაღაცეების სახში. ეხლა მინიმუმ ის უნდა მოახერხოს, რომ ინცესტი არ მოხდეს. ხო? თავისა. ხო, ანუ როგორ უნდა უზრუნველყოს ბუნებამ ეს ინცესტის თავიდან არიდება. ჩნდება რაღაცა ძლიერი მესაკუთრე მამრი, რომელიც თავის შვილს ეუბნება, რომ ეს ჩემი ცოლია, შენ აქ არაფერი წახვალ და იქით იპოვე შენთვის რამე თუ გინდა, ხო? ანუ ეს სულთან ბიოლოგიური ფუნქცია, მე რომელიც კულტურაშიც გადმოდის, რომ ეს მამა არის ამგრძალავი ინსტანცია, რომელიც რაღაც წესრიგს აკამყარებს და ქართულ საზოგადოებაში არის ესეთი მიდგომა, რომ თითქოს ამ პროცესს, ხო? მამები არიან აბსოლუტურად გამოყოფილი და თუ ერთვებიან, კეთილი პოლიციელის როლი ზუსტად მამას აქვს, ანუ მამა არის პირიქით ის და ამგრძალავი ინსტანციის ადრე ქებაინც იყო, რომ მე მაგალითად მეცინებოდა დედაჩემი რომ მეუბნებოდა, რომ აი დროზე თუ არ მოხვალ სახში, მამა გაბრაზდება. მოვდიოდი სახში და მამა შემიჯდა ტელევიზორთან, ამის თქონდა გადაშლილი, საერთოდ არ ბრაზდებოდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის იყენებდა ამისთვის მამის ავტორიტეტს. ანუ რაღაც ბუნებრივი მიხვედრა იყო თითქოს, თუნდაც რომ აი იმის სირიდი უნდა კონდეს. ეხლა არის აბსოლუტურად პირიქით ეს ყველაფერი. დედამ არ გაიგოს. დედამ არ დაინახოს. რაღაც აი თითქოს ეს როლები ძალიან შეცვლილია და აი
ეს ხო არ ქმნის რაღაც პრობლემას, იმიტომ რომ ის თამაშები როგორც წესი არის რაღაც შუთერ თამაშები, ხო, ვიღაცა მოუკალი, ვიღაცა ანუ თითქოს აი ამ ჩემი ტესტოსტერონის, რომელსაც მე ვერ ვარეალიზებ, იმიტომ რომ ესეთი ცხოვრებას მიმაჩვიეს ჩემმა მშობლებმა, რომ არ გავინძრე, არ გავიქცე, არ ვირბინო და ასე შემდეგ. სინამდვილეში მეტი ტესტოსტერონი აქვს ახლა მამაკაცს, რა თქმა უნდა. და სადღაც ჭირდება ამ აგრესიის. ხო, რეალიზაცია უნდა მაგას, ხო? ანუ იმ ჯერ კიდევ თქვათ სკოლამდელი ასაკის ქცევებშიც, ხო, როლული ქცევები არსებობს, ხო? ახლა ბიჭუნები თქვათ იგივე იარაღის ქცევა მანქანებთან ტექნიკასთან ურთიერთობა და გოგონები თქვათ თოჯინა და თქვათ დედობრივი ინსტინქტის ასე თქვათ რეალიზაცია. ეს როლური თამაშები ეს მუდამ არის იყო და იქნება კიდევაც. თუმცა ამას ძალიან ხშირად მოყვება ხოლმე ისევ არასწორი დამოკიდებულება, თქვათ გოგონამ რომ ბურცფეხი გაარტყას, შენ ხომ არ ახარ ბიჭი, ხო? ან პირიქით ბიჭმა რომ თქვათ თოჯინა აიღოს და რაღაც თოჯინას მოეფეროს, რას აკეთებ, ხომ არ ახარ გოგო და ასე შემდეგ უამრავი ასეთი ფორმებით ხდება ზეწოლები, რომელიც არასწორად რეალიზდება. ეხა თოჯინისთვის ხელი თქვენს მოგიკიდია და მეც მოგიკიდია და უარმა გოგონას ფეხი ბურთს და ფეხი დაურტყია. ამით ხო როლური თქვათ ფენომენი სოციალური არაფრით არ იცვლება, ხო მასია. თუმცა გარკვეულწილად შეიძლება ეს გარკვეულ ტრაუმატირების ფენომენიც იყოს, ხო? ნუ თუნდაც ისეთი რომ აი ხა ტირილს აუცილებლად მოყვება ცრემლდენა უხვი, ხო? ცრემლი მუდამ მოგდის, მაგრამ ტირილის დროს გადმოდის ეს ცრემლი. ნუ გოგო ხო არ ახარ? ხო. რატომ ტირი, ხო? ანუ გოგოსთვის დაშვებულია ტირილი, გოდება. მიხდით? ხო? დატირება ქალისთვის და მამაკაცი უნდა იყოს მშრალად. ხო, ცრემლი არ უნდა გადმოვიდეს, ხო? თან გეგრძელება შენი მამაკაცურობის გამოხატვა. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება? თან ანუ რომელია საითხარ მარცხნივ, მარჯვნივ, ოღონდ ჩვენ უკვე მოძდილება ჩამოვიყალიბეთ ჩვენი ქცევის მოდელი, რომელიცაც ვეგუებით გარკვეულ სიტუაციაზე. ამ ბავშვისთვის ძალიან ძნელია ამის ესე როგორ თქვა, რომელ სასწორზე გადავიდეს, მარცხნივ თუ მარჯვნივ, რომელი აკეთოს, ხო? შესაბამისად, ესეც გარკვეულწილად რაღაც ტრანსფერებას იწევს, ხო? ეხა მეცნიერება ხომ კაცო მულტფილმებს უყურებ და ცრემლი მომდის ხოლმე. ხა აღვლაპარაკობ რაღაცა ტრაგიკომედიურ რაღაც ფილმებზე და რაღაც დრამებზე, ხო? ამხელა ასაკით პატარა აღარა ვარ და ცრემლი მომდის ჩვეულებრივად რა არის ამაში ცუდი კაცო? არც არაფერი, ხო? ჩემი ემოციის ასე ვთქვათ გარეთ გამოტანა. როდესაც ამ ემოციურ რეაქციასაც უგრძალავ, ეს ხო ყველა ვარიანტში აუცილებლად ინტროვერსირებას აკეთებს, ხო უნდა გამოხატოს იგივე თქვენ ტესტოსტერონი თქვი, ხო უნდა აკეთოს ეს საწავა. სადღაც ხო აუცილებლად უნდა რეალიზაცია გაუკეთოს, რა ფორმით გააკეთეს მე ამას, ხო? ეს თამაში იქნება, რაღაც ჩამოყალიბებულ რაღაცა განსაკუთრებულ აქტივობებში, რომელსაც კრძალავს საზოგადოება, მაგრამ მე სწორედ ეს უნდა გავაკეთო, ანუ ანტისოციალურ რაღაც ქცევებში, ეს ძალიან რთული ფენომენია და ნუ საბოლოო ჯამში ეს სოციოლოგების და ფსიქოლოგების საკმაოდ სიღრმისეული კვლევის საგანია, ხომ? იგივე ვთქვათ ფსიქოანალიზის და ასე შემდეგ. ხო, საიდან მოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რატო წავედი იქიდან აპირზე? ამ ნაპირზე თუ კარგად ვიყავი, ხო? რატო შევედი მდინარეში, იმიტომ რომ გარკვეულწილად მდინარემ შეიძლება წამიღოს, ანუ რისკზე გავდივარ. რატო წავედი, ანუ რატო გავრისკე, რომ იქნებ იქითა ნაპირზე უკეთესი იყოს, ესე იგი აქ რაღაც პრობლემა მქონდა. ამას ხო ასე არ უყურებ, ჩვენ პირდაპირ ვიძახით, რომ იქ რა უნდა. რა უნდა იმ წრეში. ხო. რატომ მოხდა იმ წრეში, ხო? ამის თანამშრომლები ყავს და ეგ როგორ მიხვდით, ხო?
ეს მშობლები ყავს, მე ვიცი უბრალოდ რომ ეს ის არის, თქვათ ეს ინჟინერია და ის მექანიკოსი სიტყვაზე. თუმცა მის შვილებთან ურთიერთობაში ხო არაფერი არ ვიცი. ამიტომ ესეც არასწორი შეფასებებია, გამიგეთ? რა თქმა უნდა და თან მუდმივად ვაყენებთ ახლა ესეთ მდგომარეობაში, თქვენ კი გითხარით რომ რატო არ გავყევი არქეოლოგიას კი ვართ აგერ ანდროაფაკის ქუჩაზე, იმიტომ რომ იქ ვიყავი ანდროსი ვინახარ სულ მუდმივად. ანუ ვიღაცას ისეც გადარებენ სკოლაში იციან ხოლმე. ჩვენ ხო ყავს ეგეთი რა ვიცი, ძირითადად ხო რაღაც მშობლები დადიოდნენ, იგივე სკოლაში დადიან, მე შვილები და აი სულ არის ხოლმე ეგეთი ფრაზა რომ დედა შენი შვილს არ გწვენია. არ გწვენია მამა შენი შვილს არ გწვენია ესეთი. რა უნდა ეგეთი რა. ანუ მუდმივად მე მადარებენ ვიღაცას, ვისაც ვერანაირად ვერ მივწვენ. თან გადარებენ დარწმენითი ფორმით, ანუ ნეგატიური ფორმით, რა და ეს ყველაფერი გამოდის, რომ მამა ჩემი მტერი გამოვიყვანე კაცო. ხო, ანუ მე ამ უსაფრთხოების განცდას ვერ ვიღებ და მე ამას ვცვლი, რომ ანუ ჩემი დამოკიდებული ფსიქიკა იმ ადგილას ვერ იღებს, სადაც მოთხოვნილება აქვს, რომ ეს და მიიღოს ეს უსაფრთხოება და ვანაცვლებ, ანუ ადიქცია ერთგვარად არის ჩანაცვლება. წავანაცვლებ, კი, რა თქმა უნდა. ხო, რომ რაღაცა ანუ მე შევდივარ რაღაც ისე მასში რომელშიც შედარებით იქ დოფამინი ვერ მივიღე, ხო? იქ მივიღე ან ადრენალინი, ან კორტიზოლი, ხო? ანუ დამჩაგრეს რაღაც ფორმით. ამიტომ ვეძებ დოფამინის წყაროს რაღაცაში. იმიტომ რომ ჯილდო მინდა. ხო. ნუ ეს იქნება ალკოჰოლი, ეს იქნება ნარკოტიკი, ეს იქნება თამაში, ეს იქნება ნებისმიერი თუნდაც პოლიტიკური თუ რელიგიური ფანატიზმი, გარკვეულწილი ადიქციის ფენომენია ესეც, ხო? რა თქმა უნდა. მიხვდით, ხო? კი. შესაბამისად არსებობენ, თქვათ იგივე კოფეინ დამოკიდებული ხალხი და უამრავი რაღაცის დამოკიდებულება შეიძლება ესე დავალაგოთ. ნუ ახლა თავისი ფენომენით ადიქციო რომის კანონში მიღებული ფენომენი იყო, როდესაც სესხებელი ვერ ჩაასესხებდა დროულად თავის ვალს ვისგანაც ისესხა, ნუ კანონით უფლება ქონდა სესხებელს, რომ მოვალესთვის რაღაცა ფენომენი დაევალებინა, რომ კომპენსაცია გაეკეთებინა, თუნდაც ერთი კვირა დაელაგებინა მისი ეზო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ხდებოდა იმაზე დამოკიდებული. შესაბამისად ეს ფენომენი სწორედ ამით არის ესე ახსნილი, რომ დამოკიდებულია, იმიტომ რომ იმან ვერ გაისტუმრა რაღაც ვალი და ამიტომ ეს დავალეს. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ჯილდოსთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ჯილდო რაღაც სისტემაში ვერ მივიღე და მე მივილტვი ჯილდოსკენ. ანუ ნორმალურ ფსიქიკის ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს თქვათ კორტიზოლზე მოთხოვნილება, ხო? ჭირდება პირიქით დოფამინზე, ხო? იმიტომ რომ უსაფრთხოებიდან გამოვედი, ხო? საფრთხეში ვარ, უნდა დავბრუნდე ისე უსაფრთხოებაში. გამომდინარე აქედან თუ რაღაც სიტუაციაში, რაღაც არეალში, რაღაც სოციუმში ვერ ვნახე ეს ჩემი უსაფრთხოებისა ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, ვიწყებ ამის ძებნას, ნუ სადღაც რაღაცას წავაწყდები. ვინ როგორ სად. შესაბამისად მე მიყალიბდება იმაზე დამოკიდებულება, ეხა ჩვეულებრივად ნეირონულ კავშირებზე რო ვთქვათ, ეს ნეიროტრანსმიტერები, ანუ ეს არის ნივთიერებები, რომელიც სინაფსიდან ერთი ნეირონიდან მეორეზე გადადის, როდესაც გარედან ვიღებ ამას, რა თქმა უნდა, ჩემი ეს ნივთიერებების გამოყოფა კლებულობს, იმიტომ რომ რაღაცზე გამოვყო, როდესაც მაგ გარედან მიღებული, ასე ვთქვათ, ჭყალებში მუქთად. შესაბამისად, თანდათანობით დაუმსახურებელი დოპამინი ქვია მაგას. თანდათანობით კლებულობ ჩემი ნეიროტრანსმიტერის გამომუშავება და ვხდები დამოკიდებული იმაზე. ეს ნეიროტრანსმიტერი, ეს იქნება თამაშით, ეს იქნება ნარკოტიკით, თუ ეს იქნება სხვა ფენომენით, მექანიზმი ერთი და იგივეა. ხო. გამიგეთ რას გაუნდები და რაც უფრო ღრმად მივდივარ, მით უფრო მაკლდება ჩემი და მინდა მეტი რომ შევავსო, ხო? რაღაცა დონემდე უნდა შევივსო ის ჩემი მოთხოვნილება.
ქიმიური ადიქციებით რამდენად არიან აი მოზარდები უფრო მეტად ალბათ ხო რაღაცა კი მაგაზე არის რაღაც სტატისტიკა არსებობს რომ მოზარდობის პერიოდში გაცილებით მეტია ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ადიქცია ქვია მაგას გაცილებით მაღალია როგორც მეცი აქ საკმაოდ დიდი არის რაღაც წებოზე დამოკიდებული არ ვიცი ვერ გეტყვით მაგისა იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ვითომ არა კლასიკური ნარკოტიკი ხომ იმიტომ რომ კლასიკური ნარკოტიკი საშიშია და მოდი ვცადოთ ეს უბრალო რაღაცა ვითომ უბრალო და ეს უბრალოში ქიმია იმ ნარკოტიკში მეტი კი არაფერი ეგაც ქიმია იქაც ხო ხო ენდორფინები გვაქვს ჩვენ ასეთი ნივთიერებები რომელიც ჩვენ სიმშვიდეს ტკივილ გამაყუჩებას ჩვენ სიწყნარეს განაპირობებს და იმას გარედან აანაცვლებ რაღაცა ხო ენდორფინი ეგზორფირებით მიხდით ეს იქნება მორფინი თუ კოკაინი თუ კანაფი თუ ასე შემდეგ თუ ანუ ყველაფერი რაც მომანიჭებს მესიამოვნებას აი ეს თემა მინდა რომ გავშალოთ თქვენ როგორც პრაქტიკოსის პრაქტიკიდან ახლა რაღაც კონკრეტული შემთხვევების დასახელება რა თქმა უნდა საჭირო არ არის მაგრამ აი თქვენი დაკვირვებით დამოკიდებული მშობლების შვილები. აი, მაგალითად ქიმიურ დამოკიდებულებაში, ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული მშობლების შვილები. თქვენი აზრით, უფრო მეტად არიან მიდრეკილი, რომ თვითონაც განავითარონ თავიანთ თავში დამოკიდებულება არსებობს მათში ეს ბევრი შრომა მინახავს ამაზე, როგორ ყალიბდება ბავშვებში თანადამოკიდებულების ფენომენი. და თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან მაინც როგორც იცით კი ბატონო მესმის თქვენი კითხვა მაგრამ ეხა მე ზუსტი თქვა რა სტატისტიკა ამისა ნამდვილად არ მაქვს იმიტომ რომ ასეთი ბავშვები უფრო ფსიქიატრიულ სამსახურში ხდებიან ხოლმე და ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მართულები არიან მაგრამ ლოგიკურად წეღან საიდანაც დავიწყეთ საუბარი გენეტიკა და ეპიგენეტიკა ორივე ამ შემთხვევაში დატვირთული აქვს ანუ გენეტიკურად რო დაიბადა უკვე გაწყობა რაღაცა აქ რა ხარისხით არ ვიცი მაგრამ მე მთელი ცხოვრება კიდე უყურებს ამას ანუ იგივე ეპიგენეტიკაში იმიტაციის ფენომენი მიბაძვის ფენომენი ხატად ქცევის ფენომენი რომ აი ეს ხომ თუ თქვათ ერთ ვედრო ღვინოს დალევს არის ვაშკაცი ხო ნუ ელემენტარულად უგუნური უნდა იყო ამოდენა თქვათ რაოდენობის სასმელის მიღება მაგრამ ვაშკაცობის ფენომენშია ხო ჩვენ ხშირად გაგვიგიათ რომ აი ყველა დავათვრე და ამას რო ყובה სახში ეს ბავშვი უყურეს ბიჭი და ნუ ესე იგი მამა ჩემი ძალიან მაგარია იმიტომ რომ ყველა დაათრო ანუ სიმაგრე განაპირობა რაღაცა ფორმამ რა თქმა უნდა მე ესეც ცდილობს რომ დაემსგავსოს მამას მიბაძოს და ნუ რა თქმა უნდა იწყებს მე ამ ალკოჰოლის ხო ეხლა სოციალურ ტოლერანტობამდე მივედით იმიტომ რომ აი ეს საერთაშორისო სტატისტიკები რასაც გაერო ატარებს ხოლმე ძირითადად ადიქციებთან მიმართებაში და WHO ანუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იქ არის ძალიან საინტერესო ტენდენცია ალკოჰოლიზმის პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს მუსულმანურს რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ იქ ალკოჰოლი არ არის სოციალურად მისაღები და არც სოციალური ჯილდოს ფენომენში არ გადის ეს ანუ ვაშკაცი მაგით არ არის მიხდით ხო წყალებში ვაშკაცი მაგრამ იქ ძალიან მაღალია მაგალითად რაღაცა აი წინა ეპიზოდში აი მე ჯვაროსნების ბრძოლების ადგილები რო გათხარეს მოკლედ ძვლების ანალიზის შედეგად ლევან ანდრონიკაშვილი მოყვა მას წინა იმაში ძვლების ანალიზის შედეგად დაადგინეს რომ ეს ჯვაროსნული ომები მიმდინარეობდა ალკოჰოლის მომხმარებლებსა და თრიაქის მომხმარებლებს შორის ხო თავისთავად იმიტომ რომ იქ სოციალური მისაღებობა თრიაქისადმი უფრო მაღალია რა თქმა უნდა თავისთავად ხო კი ბატონო გახსოვთ თავიდან რომ დავიწყეთ რაღაც სოციუმს აქვს შექმნილი რაღაც წესები რომელიც ეს მისთვის არის მისაღები და რაღაც სოციუმი იმის აბსოლუტურად საწინააღმდეგოა და პირიქით კრძალავს და ისითვლება ნუ ძალიან ნეგატიურ ქცევის მოდელად თუმცა ამისთვის ეს მისაღებია და ამის ქცევა ითვლება და ეს თავისთავად ეგრეა კი ბატონო ფაქტობრივად გამოდის რომ რა შანსი გვაქვს აი ეგ მინდა რომ დავადგინოთ რომ ჩვენ მიბადებით ადიქციური ფსიქიკით თავიდანვე ამ დამოკიდებული ფსიქიკით რომ ჩემი გადარჩენა დამოკიდებულია უფროსის კეთილგანწყობაზე ხო ანუ რაღაც ესეთ ურთიერთობაში ყოფნაზე ფაქტობრივად არაფერი
იქ სოციუმი მთავაზობს რაღაცებს და რასაც თქვენ ყვებით რომ აი რაღაც სოციუმს აქვს მზა მოდელები რომ ალკოჰოლის დალევას არ აუშავს ახლა ხო რაღაც იქ ნაკლები სტიგმატიზებაა ახლა თვალსაზრისით და მე თვითონ ეს ბავშვების ჯგუფიც ხო ქმნის რაღაცას ხო ანუ რაღაცა თვითონ ბავშვების ჯგუფში რაღაცა არის მისაღები თუ რაღაცა ანუ შეიძლება მაგარი ტიპი იყოს რაღაცა რომელსაც რაღაც კონკრეტულ თამაში რაღაც კონკრეტული არტეფაქტი აქვს ნაპოვნი ხო რაღაც ხმალი აქვს რაღაცა ნაპოვნი და სხვებს დანარჩენებს შურდეს ამით ანუ ბევრი წამახალისებელი ფაქტორი გამოვკვეთეთ რის გამოც ჩვენი ტვინის ადიქციურობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს რა არის რაც ამის საპირისპიროდ ხო პასუხისმგებლობაზე მიდის ხო მე ლაპარაკი რა არის ის რაც ამის საპირისპიროდ ჩემში პასუხისმგებლობის გაზრდას უზრუნველყოფს რა უნდა მოხდეს ანუ აი სწორ მოდელში რა უნდა მოხდეს აი რო იცით რა არის თქვენ უბრალოდ თუ განვიხილავთ ადიქციას როგორც სოციალურად მიუღებელ ფორმას მაშინ ეს ფორმებიც უნდა განვიხილოთ თუმცა ის რომ ბავშვი იბადება და დამოკიდებულია დედაზე ეს ადიქცია არ არის ხო ხო იმიტომ რომ ეს გადარჩენის აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ქცევის მოდელი რომელიც მკვეთრად ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებას და გარკვეულწილად ამას მერე სოციალურ პრობლემებს უქმნის ეს უნდა განიხილოს ადიქციად იმას რაზე ჩვენ ვსაუბრობთ თორემ ის რომ ახლა მე მიყვარს ჩემი ვთქვათ სამშობლო და მირჩევნია ჩემი სამშობლო ვთქვათ სიტყვაზე მალაიზიას ეს არ არის არანაირად ამაში ცუდი არაფერი ხო იმიტომ რომ მე დამოკიდებული ვარ რა თქმა უნდა ჩემს რაღაც გენეტიკურ რაღაც ყოფაზე ჩემი წინაპრების ჩემი რაღაც მამულის დედულის და რაღაც საგვარეულო და რაღაცებზე ხო ეს არაფერი ცუდი არის ამაში როდესაც ჩემი ვთქვათ კვეთრად გამოხატული დამოკიდებულება რაღაცაზე რომელიც გარკვეულწილად მერე ცვლის ჩემი აზროვნებასაც ქცევასაც და სოციალურ ადაპტაციის ფენომენსაც აი მაშინ უნდა განვიხილოთ ეს როგორც ვთქვათ პათოლოგიური ფენომენი და მაშინ უნდა ამაზე რაღაცა ზრუნვა დანარჩენ შემთხვევაში თქვენ თქმის არ იყოს მეტ-ნაკლებად რაღაცებზე დამოკიდებულები ვართ და ესეც უნდა იყოს ამის გარეშე როგორ შეიძლება არსებობა. რა თქმა უნდა. კარგი, დიდი მადლობა. ერთადერთი უბრალოდ მინდა რომ ბოლოსკენ გთხოვოთ რჩევები მშობლებისთვის, როგორ უზრუნველყონ თქვენი აზრით, რა იქნება სწორი იმისთვის, რომ მოხდეს პასუხისმგებლობის წახალისება და ამის გაღზრდა შვილებში, ვიდრე აი რაღაცა მათი ადიქციურობის. რა რჩევა გექნებათ ამ თვალსაზრისით? იცით როგორ არის? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთულია, რომ საკუთარ ქცევას ჩაურღმავდნენ, ანუ როგორ ვიქცევით, ხო? ჩვენ, იმიტომ რომ ის კიდე გეუბნებით ისეთ ნიუანსებს ხედავს ჩვენი ქცევისას, რომელსაც ჩვენ მერე აღარ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ ამას ჩვეულებრივ რეჟიმში ვაკეთებთ და ის ამას ხედავს ყველაფერს და იმახსოვრებს. მეორეც, მაქსიმალურად შეეცადონ განთავისუფლდნენ აი ამ სოციალური კლიშეებიდან და რაღაცა ნეგატიური სტერეოტიპებიდან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გვიფუჭებს საქმეს ბავშვთან ურთიერთობაში და არა გვიკეთებს. უბრალოდ ეს ყველაფერი კიდევ გითხარით მოზრდილების მიერ შექმნილი სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის დავწერე ეს კანონი. და არა იმისთვის, იმას ვაიძულებ, რომ ამ კანონში მოექცეს. და მაქსიმალურად მიცენ განვითარების საშუალება, აზროვნების საშუალება და შესაბამისად წეღან რაც გითხარით, პირველი 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით წლამდელ ასაკის პერიოდში მიღებული ინფორმაციით მერე ის აყალიბებს სწორ სოციალურ ქცევას, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული პერიოდია, როდესაც ბავშვმა უნდა სამყარო შეიცნოს ყველა მისი ასპექტით და მერე დაალაგოს სად და როგორ არის. აქედან გამომდინარე ისევ მიმართავ მშობლებს, რომ აი ეს ყველაფერი გაითვალისწინონ, იმიტომ რომ რეალურად ყველა ბავშვი იბადება აბსოლუტურად, როგორ გითხრათ, კარგი, სუფთა, კამკამა, ნათელია. მერე იწყება რაღაც სოციალური ზედა. არც ერთი ბავშვი არ იბადება მატყუარ, არ შეიძლება ეგეთი მოხდეს.
ამას მე სწავლობს, ხომ? ვისგან სწავლობს, ხომ? გარკვეული რაღაცა შეპირდა, არ შეასრულა, შეპირდა, არ პირდა. ამას თუ იზავ, ამას გიზავ, ამას თუ იზავ, ამას გიზავ. ეს მე რა თქმა უნდა ამას იმახსოვრებს და მე თვითონაც იყენებს, ხომ? ნებისმიერ ფორმებში, ხომ? ასე რომ ცოტა რთული ფენომენია, რა თქმა უნდა, ერთი სიტყვით ამის რჩევა და განმარტება ძალიან ძნელია, თუმცა ეცადო რომ პირველ რიგში საკუთარ ქცევებს, ასე ვთქვათ, ჩაუფიქრდნენ და კიდევ ერთი რამ რო ყველას ვეუბნები ხოლმე რაღაც ისე ტრაფარეტ უფრაზად მეკცა. გაიხსენეთ ყველა თქვენი ბავშვობა, რასაც თქვენ სირგული ხდებოდა, რაც არ მოგწონდათ, თქვენ ნუღა იმეორებთ, იმიტომ რომ იმასაც არ მოეწონება. ანუ ფაქტობრივად კარგი რჩევა გამოვიდა, ძალიან მოკლედ რო გადმოვიდა, თვითონ თუ იქნები პასუხისმგებლობით ამ პროცესში, იმასაც ასწავლი პასუხისმგებლობას. აუცილებლად შემოგარგო. პასუხისმგებლობის მოხსნა არის სწორედ ეს ყველაფერი, რომ იმან მითხრა, იმად თქვეს, აი ისინი არიან, აქ წავიკითხე, აქ ესე ვქენი, მიხვდით ხო რას გეუბნები? რა თქმა უნდა, უნდა მოусმინო, უნდა წაიკითხო, უნდა გაიგო, მაგრამ ეს ამან არ უნდა მოგცეს საშუალება პასუხისმგებლობა მოიხსნა. შესაბამისად ისიც ამას უყურებს და ძალიან კარგად გააგრძელებს ამ კვალს, რომ ქცევას უნდა მოყვეს აუცილებლად პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა თქვენს სტუმრობისთვის, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ყურადღებისთვის და თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, გამოგვყვებით შემდეგ ეპიზოდშიც, მომდევნო ეპიზოდი გავა ეთერში 2 კვირის შემდეგ, ასე რომ გავაგრძელებთ ამ ჯერ კიდევ ადიქციებზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და ასე შეგიძლიათ დაგვიჭიროთ მხარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ბატონო ბაკურ. მადლობა თქვენ წარმატებები.